მითები, რომლებიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ტატუს შესახებ. ტატუს გაკეთებამდე დალევა ტკივილს აყუჩებს. ეს არის ყველაზე ცუდი მითი, რაც კი შეიძლება ტატუს შესახებ ვიცოდეთ. დალევა, ალკოჰოლი ათხელებს სისხლს, ხელს უშლის ხატვის პროცესს და ხელს უშლის პიგმენტის კარგად დაჯდომას. ამის გამო ხშირად ტატუირება არის ხოლმე ძალიან უხარისხო, როდესაც უკვე შუშდება. ალკოჰოლი სისხლს ათხელებს და ეს არ შეიძლება ტატუს დახატვამდე ან ტატუს კეთების დროს. თეთრი ფერი უფრო მტკივნეულია. ეს არის ტყუილი. თეთრი ფერი უფრო მტკივნეული იმიტომ გონიათ, რომ ძირითადად კეთდება ხოლმე სეანსის ბოლოს უკვე ბოლო დეტალები. ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ თეთრი ფერი არის მტკივნეული. შავი ტატუ დროთა განმავლობაში ლურჯდება. შავი ტატუ არ ლურჯდება, ეს არის ძველი სკოლიდან წამოსული, ძველი თაობებიდან წამოსული მითი, როდესაც საღებავი იყო უხარისხო. დღესდღეობით ისეთი მაღალი ხარისხის საღებავები არსებობს, რომ თუ მზისგან არ დაწვავ ტატუს, მზისგან დავცავ სიხმარ და გაივლი ყველა რეკომენდაციას, რასაც თქვენი ტატუატისტი გეუბნებათ, თქვენი შავი ტატუ არასდროს არ განლურჯდება. კიდევ ერთი მითი, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელია, არის ის, რომ ამბობენ, რომ ტატუს დროს სისხლის ღვრა ნორმალურია. ბევრი სისხლის ღვრა არ არის ნორმალური. როდესაც თქვენმა არტისტმა, პროფესიონალმა ტატუატისტმა იცის, რა დონეზე უნდა შეიყვანოს ნემსი და კანს როგორ მოეპყრას, სისხლდენა არის ძალიან მინიმალური. ხშირ შემთხვევაში სისხლი არც გამოდის ხოლმე ტატუდან. ფერადი ტატუები ალერგიულია. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ არა. სიმართლეა იმ კუთხით, რომ წითელი საღებავი შეიცავდა ძალიან ბევრ რკინას. არსებობს უკვე ჰიპოალერგიული საღებავები, თავარია არტისტმა იცოდეს, რას იყენებს და მომხმარებელმა იცოდეს მისი ალერგიების შესახებ. ასე რომ, სეანსის წინ ჯობს კარგად გამოიძინოთ, კარგად დაისვენოთ, ალკოჰოლი არ მიიღოთ, თქვენი შავი ტატუ არ გალურჯდება და ბევრი სისხლდენაც არ გექნებათ სეანსის პროცესში. წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ კითხვები დამიწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ.